არის თავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მადლობას გიხდით მოგზაურებისთვის. და მოგურჩიესად გხოთ სპექტაკლის მსვლელობისას გამორთოთ მობილური ტელეფონები. ექიმ შეფლერს აქვს ესეთი აი ამ სპექტაკლის თითქოს ფრთოსანი გამონათქვამი. ცხვირით დავიწყოთ, ცხვირით. ის ყველაზე მეტადაა თვალში საცემი. მარიუს ფონ მაინბურგის პიესაში მახინჯი ზამკაფიოდ ჩანს, როგორ ქრება ადამიანის ინდივიდუალიზმი თანამედროვე სამყაროში, საზოგადოება როგორ კარნახობს, როგორები უნდა ვიყოთ, თითქოს არსებობს რაღაცა იდეალური ადამიანის მოდელი, რანაირად უნდა გამოვიყურებოდეთ, რას უნდა მივახციოთ და ამის გამო ხშირ შემთხვევაში ამ კრიტერიუმებს რომ მივდევთ, ძალიან ბრმად და ზედმიწევნით რაღაცა ერთ დიდ სისტემაში ვექცევით თითქოს, სადაც ყველა ერთმანეთს მომსგავსებით და ვკარგავთ ყველაზე მთავარს, საკუთარ მეს, ინდივიდუალიზმს და როცა ინდივიდუალიზმი ქრება, ალბათ იქ ქრება თავისუფლებაც. ეს არის ყველაზე მთავარი იდეა, რაც ამ პიესაში დევს და ძალიან მიხარია, რომ ჩემ გუნდთან ერთად ვიკულიეთ ეს თემა და ძალიან საინტერესო იყო მუშაობა ამ საკითხზე. ოთხი მოქმედი გმირია სცენაზე, მაგრამ თითოს გვიწევს ორი როლის თამაში. იწყება სპექტაკლი და ფაქტობრივად არ გავდივარ სცენა და სცენაზე ვეხდება ეს ერთი სოფხედველობიდან მეორე სოფხედველობაზე გადასვლა. აი ერთი გმირიდან მეორე გმირზე გადასვლა. სიუჟეტი არის უკეთებენ პლასტიკურ ოპერაციას ერთ თანამშრომელს მეცნიერ მუშაკს, რომელსაც ეუბნებიან, რომ ძალიან შეუხედავი სახი გაქვს, თუმცა ძალიან კარგი თანამშრომელი ხარ, მაგრამ საზოგადოებაში ასე ვთქვათ, შენი გამოჩენა ჩვენ ხერს არ მოგვიტანს. ოპერაციის შემდეგ მოკლედ ლამაზდება ვიზუალურად და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ჩვენ უყურებთ ზოგადად ვიღაც ადამიანის ცხოვრებას და მოგწონს და აი ხილში ვარდებით. და საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ ხვდებით ამ ვიზუალური მხარის მიღმა რა არის. აი ეს ადამიანი რომელიც შეუხედავი იყო მოსიყვარულე, ერთგული და ის ადამიანური თვისებები რომელიც ადამიანში იწვევს ხილს. აი ამ ოპერაციის შემდეგ ვიზუალურად ის გალამაზდა უფრო ფინანსურად გამდირდა, ძალიანად დაკარგა. დაინგრა, მისი პიროვნება დაინგრა. რაც უფრო ლამაზდებიან ადამიანები, სულიერად უფრო სიმახინჯისკენ მიდიან. რაღაც გარკვეულწილად აი ეს სათქმელიც აქვს, რომ გარკვეულწილად მაგრამ რაღაცა მთავარი სათქმელიც ეს არის, რომ მთავარი არ არის გარეგნული, მთავარი სულიერი რაც ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა გავაუმჯობესოთ და უფრო რაღაცა კეთილი გზებით ვიაროთ, აი ამას სახე შეცვლილი. ალბათ ეს ჭყალებში გალამაზებული ადამიანი უფრო ამახინჯებს. რამდენიმე ესეთი წერტილი მაქვს მძაფრი. მაინც ალბათ ფინალურ ნაწილს გამოვყოფთ ემოციურად დატვირთულსაც და კულმინაციურსაც. ხაზს გაუსვამ რეჟისორთან მუშაობა. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ თვითონ ისე ააწყო ეს სპექტაკლი, ისე ამ როლებს ხაზგასმულად ისეთი სუნთქვა ჩაბერა, რომ ამ ჩვენ ვერსიებზე უფრო ამაღლებული იყო რა 1000 მოტანილი ეს ვერსიები. მე ამ სპექტაკლში ვთამაშობ ორ პერსონაჟს, ერთი არის მთავარი როლის ცოლი, მეუღლე და მეორე 75 წლის ქალბატონი, რომელმაც პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და ესე გამოიყურება. და ძალიან მსახიობისთვის კარგი სათამაშო, მაგრამ ძალიან უცნაური მომენტი ის არის, რომ ერთი არის ცოლი და მეორე არის საყვარელი. ხო და ეს ცოლი პერსონაჟი, როდესაც აცნობიერებს, რომ თავისი ქმარი ღალატობს და ქმარი, რომელიც ამ ცოლს ყველაზე ცუდ მდგომარეობებშიც კი ძალიან უყვარდა
როგორც კი რაღაც მწვერვალებზე აღმოჩნდა ზუსტად ეს გოგონა მიატოვა, ამას რო აცნობიერებს ნელ-ნელა, ეს ალბათ ყველაზე ემოციური არის ჩემთვის. არსებობს უნდაუგებების საქმე. გაიგებდით თუ არა ყველაფერს მას რომ გავდეთ. გაიგებდით თუ არა ეს მე თქვენ დაგიფიცებთ რომ ეს შესაძლებელია. პიესა ის არის დაწერილი, რომ სპეციალურად მსახიობებს არ აქვთ იმისი დრო, რომ სხვა გრიმი გაიკეთონ, გამოიცვალონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ რეჟისორის ჩანაფიქრი არის ისე, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს და თვალსაჩინო იყოს და მხატვარიც დაგვეხმარა იმაში, რომ რაღაც ისეთი შტრიხები შეიტანა განმასხვავებელი, რაც მარტივი გასაკეთებელია და სწრაფად გასაკეთებელია. მეც ძალიან ვცდილობ, რომ დაწყებული ხმით, დამთავრებული თუნდაც სიარულით რადიკალურად განსხვავდებოდნენ ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთისგან და მე მგონი გამომივიდა, ძალიან საინტერესო იყო, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი იყო ჩემთვის ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს. აგი და გაიხადო. დღეს გამოსაუბარში უნდა წასვლა. მთელი პიესა დასაწყისიდან რაღაც გარდამტეხ ეტაპამდე მიდის ძალიან მსუბუქად, მართალია შავი იუმორით, მაგრამ მაინც იუმორით და უცებ ტრიალდება მთელი ეს ამბავი ისე, რომ რეალურად მე ხვდება მაყურებელი თუ რამხელა ტრაგედიას უყურებს. მიგრუნეთ ჩემი საქმე. შეუძლებელი. ჩემს შემოქმედებას ვერ დავანახავ. ჩვენ მსახიობები და არა მარტო მსახიობები, ადამიანები ძალიან ხშირად ხმარობთ ხოლმე და გვიწევს ბევრი ნიღბის მორგება. ასეთია ცხოვრება და ჩვენს რაღაცნაირად ასე გამოგდის, გვინდა თუ არ გვინდა, ასე ხდება. უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს და ძალიან ხშირად არ უნდა ვიცვალოთ ეს ნიღბები, მე მგონი. იმიტომ რომ ერთი სახის შენარჩუნება მაინც ერთ-ერთი მთავარი არის ადამიანის ცხოვრებაში. ერთი ყველაზე მთავარი არის მაინც ის, რომ ბევრი სახის ცვლილება არ შეიძლება ადამიანში და მაგრამ მაინც გვიწევს და ცხვირით დავიწყოთ. ცხვირით, რომელიც ის ძალიან განზეა გასული და სამწუხაროდ ძალიან გაგვდის ხოლმე რაღაცების სახით გვეცვლება ხოლმე და ცხოვრებაშიც ასე. სამსახური დავკარდი აღარ ცული მას. ჩემი ცოლი ვიღაც კაცს დამყავათო. რაც არ უნდა ის სოციუმის გარემო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და რომელშიც ვართ. აიც უნდა ვეცადოთ, რომ დავრჩეთ ინდივიდები და შევინარჩუნოთ საკუთარი თავი, საკუთარი სახე. უნდა ვეცადოთ ყველანაირად, რომ დავრჩეთ ისინი, ვინც ვართ.